ნამდვილად გველოდება, მით უმეტეს რომ სელინ დიონის სცენას უბრუნდება უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვარსკვლავი კონცერტებს სექტემბერსა და ოქტომბერში პარიზში გამართავს. აღსანიშნავია, რომ მაყურებელმა მისი გამოსვლა ბოლოს 2024 წელს პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე იხილა და ცოტა ხნის წინ მომღერალს იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, ესეც მოგვეხსენება, თუმცა სირთულეების მიუხედავად ის დანებებას არ აპირებს. სელინ დიონის სიძლიერეზე მის მიერ გავლილი ცხოვრებაც მეტყველებს, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა ნინი ტაველიძემ თავის სიუჟეტში გააერთიანა და ახლა შეგვიძლია ერთად კიდევ ერთხელ თვალი გადავაუვლოთ. რა არის სილამაზე? სილამაზე შენ ხარ და მეც ვარ. სილამაზე შინაგანია. ეს ოცნებებია, ეს დღევანდელი დღეა და ყველაფერი ის, რაც ჩვენ გარშემოა. არსებობენ ქალები, რომლებიც წესებს ემორჩილებიან და არიან ისეთებიც, რომლებიც წესებს თავად წერენ. სწორედ ასეთია სელინ დიონი. ძლიერი და დასამახსოვრებელი ხმა, გამორჩეული გარეგნობა, სიმღერები, რომლებმაც დროს გაუძლო და არჩევანი დარჩეს ბუნებრივი, მაშინაც კი, როდესაც მსოფლიო უბერებელი სილამაზის სტანდარტებს გვთავაზობს. ეს ისაა, რაც მომღერალს სხვებისგან გამოარჩევს. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც სელინ დიონის სცენაზე უახლოეს მომავალში დაბრუნდება. უცხოური გამოცემების ცნობით მომღერალი კონცერტებს მიმდინარე წლის სექტემბერსა და ოქტომბერში პარიზში გამართავს. დიონის წარმომადგენლებს ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა პარიზის ქუჩებში ათობით სარეკლამო დაფა უკვე გამოჩნდა, რომლებზეც ვარსკვლავის ცნობილი სიმღერების სათაურებია გამოსახული. აღსანიშნავია, რომ არტისტის ბოლო შესრულება მაყურებელმა 2024 წელს პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იხილა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ბოლო დროს სელინ დიონი საჯაროდ საკმაოდ იშვიათად ჩნდება. 2022 წლის სექტემბერში მას უიშვიათესი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც გაშეშებული ადამიანის სინდრომის სახელითაა ცნობილი. ის კუნთოვან გაშეშებას, ტკივილსა და კრუნჩხვებს იწვევს. თავიდან საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რატომ მე? ეს როგორ მოხდა? რა დავაშავე? ჩემი ბრალია? მაგრამ ცხოვრება პასუხებს არ გაძლევს. უბრალოდ დაავადებასთან ერთად ცხოვრებას უნდა შეეჩვიო. ცხოვრება დღითი დღე უფრო რთულდება, მაგრამ არის ერთი რამ, რაც გაჩერების საშუალებას არ მაძლევს და ეს მტკიცე სურვილია. ჩემი სიმღერის მოსასმენად ყოველთვის უამრავი ადამიანი მოდიოდა და ეს იყო იმის დასტური, რომ ნამდვილი მომღერალი ვარ. დიონის გზა კვებეკიდან იწყება. პატარა სელინი 14 ბავშვს შორის ყველაზე პატარა იყო. ძალიან გვიჭირდა. არ მქონდა საძინებელი და ერთ საწოლში 3-4 ბავშვი ვიწექით, მაგრამ მაინც ბედნიერები ვიყავით. მშობლების სიყვარულს, ზრუნვასა და მხარდაჭერას არ გვაკლებდნენ. სხვა რა გვჭირდებოდა? მუსიკას მათი ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაში მთავარი ადგილი ეკავა. თავად დიონსაც სახელი სელინი ფრანგი მომღერლის, ამავე სახელწოდების სიმღერის პატივსაცემად დაარქვეს. მომღერლის თქმით, სკოლაში სიარული არ უყვარდა. გარეგნობის, არასტანდარტული კბილებისა და ძველი სამოსის ტარების გამო კლასელები ხშირად დასცინოდნენ. ამიტომ სელინს ყოველთვის ერთი სული ჰქონდა სახლში, დაბრუნებულიყო და პიანინოსთან საყვარელი ადგილი დაეკავებინა. პირველი საჯარო გამოსვლა 1973 წელს ჰქონდა, როდესაც უფროსი ძმის ქორწილში იმღერა. მაშინ სულ რაღაც 5 წლის იყო. მოგვიანებით კი თავისი პირველი სიმღერა შექმნა, რომელიც სელინის ძმა მუსიკალურ პროდიუსერს რენე ანჯელილს გაუგზავნა, რომლის სახელით შემთხვევით ჟანეტ რენოს ალბომის უკანა მხარეს აღმოაჩინა. რენე დიონის ხმით აღფრთოვანდა და გადაწყვიტა ის ნამდვილ ვარსკვლავად ექცია. სელინის პირველი ჩანაწერის დასაფინანსებლად ანჯელილმა ბანკში თავისი სახლიც კი ჩადო. შედეგმაც არ დააყოვნა. ჩანაწერი მალე კვებეკში ყველაზე პოპულარულ ჰიტად იქცა. თუმცა საყოველთაო აღიარება 1988 წელს მოვიდა, როდესაც სელინ დიონმა ევროვიზიაზე შვეიცარია წარადგინა და გაიმარჯვა. დღეს მას ძლიერი ბალადების დედოფალს უწოდებენ. მსოფლიოში მისი ჩანაწერების 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. სიმღერა კი სახელწოდებით My Heart Will Go On დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სინგლად ითვლება. ჩემი გარდაცვლილი ქმარი ერთადერთი მამაკაცი იყო, რომლისთვისაც ცხოვრებაში მიკოცნია და ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა. როდესაც სელინ დიონი მუსიკალურ მენეჯერს რენე ანჯელილს პირველად შეხვდა, მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ის მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული გახდებოდა. მათ შორის 26 წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო. მომღერალი ავტობიოგრაფიაში ასეთ სიტყვებს წერდა.
მისი ფოტო ბალიშის ქვეშ მედო და მასთან ერთად ცხოვრებაზე ვოცნებობდი. მიყვარდა კაცი, რომელიც წესით არ უნდა მყარებოდა. მათ ურთიერთობას ბევრი წინააღმდეგი ჰყავდა, თუმცა ბოლოს მაინც სიყვარულმა გაიმარჯვა და 1994 წლის 17 დეკემბერს ჰოლივუდი გრანდიოზული ქორწილის მომსწრე გახდა. ცოლ-ქმარს 3 საერთო შვილი ჰყავთ. ისინი ერთად ძალიან ბედნიერები იყვნენ, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც რენეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. სელინი მასზე განსაკუთრებულად ზრუნავდა. გაუქმა კონცერტები, გამოსვლები და მთელ დროს ანჯელილზე ზრუნვას უთმობდა, თუმცა დაავადების გავარესების გამო 2016 წელს დიონმა საყვარელი მეუღლე დაკარგა. მასთან ერთად ფიზიკურად არ ვცხოვრობ, მაგრამ რენე სულ ჩემთანაა. მის არსებობას ყოველთვის ვგრძნობ. წლების მანძილზე მომღერალს არაერთ დანაკარგსა და სირთულესთან მოუწია გამკლავება. 2012 წელს დროებით ხმა დაკარგა და დაგეგმილი კონცერტები გააუქმა. ახლა კი უიშვიათეს ნევროლოგიურ დაავადებასთან გამკლავებას ცდილობს, რომელსაც მილიონში ერთ ადამიანს უსვამენ. თუმცა მიუხედავად ამისა, ის არასდროს დანებებულა. ამიტომაცაა, რომ ხშირად ამბობენ, არ არსებობს დაბრკოლება, რომელიც სელინ დიონის შეჩერებას შეძლებს. ისევ ვიმღერებ ყველაფრის მიუხედავად.